თემი ვახშამია. და ამეთ კლოსაც დავაყვალებ. ეს უკვე შეჭმული ამდენი არ იყო. მეტი იყო. დედა ჩაიცვალს. ხალხო, აი ეს უნდა გავსინჯო. ძალიან კაი სუნი დგას, მაგრამ ვინც გასინჯა ოჯახში თქვა რომ არ მოეწონა. საერთოდ არ ვიცი. კარფურის პროდუქცია რაც კი მინახია, მე არ ვიცი. არაფერი არ მომწონებია. ანუ გამოშვება. არ წესით ხო კარგი უნდა იყოს, რა ვიცი. მოდარბადები დაჭეთი რაღაცა. არა, ეს ხო ადგილზე კეთდება და ეს არის შემოტანილი. 2-4 წუთი უნდა გააჩერო ეს შიგნი. ერთი კოლბე შაქარიც გავუკეთე. საერთოდ თუ დაემჩნა ამდენ ამხელა იმას. ამხელა. 200 მილილიტრი დაასრულა 400-იანი. მაგრამ აწერია. აი, მან ახლა შავია. რაღაც უნდა მეტი. ანუ ნაკლები წყალში ძალიან ის იქნება. აბანახო. და გონი და ეს როგორი გემოა? კევებს რო აქვს. პიროდი დაორგეთილი. ვერ ვიტან ხილის შაი მრავალი წელი არ მიყვარდა, იმიტომ რომ ეგეთი გემო აქვს. ო, ყველას არა. ეხლა ამოვაჩინე რომ არის კარგები, რომელსაც ამის გემო არ გის უნდა გადავყვარო. მოხმილია. თუ გინდაჩემ უწონე არ შავ ჩაის მოხსენ. არა, იმას გავიგე მე რომ მიყვარს. საერთოდ ხო. ჯიშტები ეს ისე მომწონს. ნამდვილი ქრისმას მისტერია. ჩემი სიყვარული. ხო, აი ზუსტად. და აი ნახე დღესაც წავის. საერთოდ მე არ მიყვარს. ჩაისთან შაქარი. მე ერთხელ უსვამდი მაგ ჩაის ხამით. ხო. და მაგალითად რამ ისა რამ დავლია ეგ ჩაი. ხო. წავედი სამზარეულო. ამ საჭიქით გინდა ხო შენ ჩაი? რომელი ჩაი გინდა? რამე შავი. ჩოლებები? რომელი არის ჩაი? ნახავ. აჰმედია ჩოლებები. მე დავის ხო? კარგი. ამისი გასინჯო კაი ხამი. გაიგույდება როგორ ამდენი კარგია. აი ჩაი შემოსავერქო. წავედი სამზარეულოში და ნამცხვარს ვეძებდი. ანუ რატომაც მაგადა რომ ნამცხვარი დამივთავდა და არა ჩაი. თან რომ მეძინა ნახევრა. გამოიდგენს რომელი საათი იქნებოდა. წუხელ დილას მესმოდა შენი ხმა. დილას ავდა კი. ავდა კი? ხო. რა გაახსნა? მოგულამებს. Он чайзе просто вышел. ეს არ ვარ გაარჩა. ნუ, ჩემთვის მე ვერ დავლევ მაგას. ხო და ისა. რატომ გავუკეთე ხა შაქარსაც შაქარს არ ვუკეთებ. მაგრამ ეხა მინდა როგორი რაღაცა იცით? იმიტომ კი არ ვუკეთებ კალორიების გამო, რომ არ მიყვარს. მაგრამ ეხა ნახეთ როგორ არაფერი ტკბილი რაც გვაქვს არ მინდა. ანუ საჭმელი ტკბილი არ მინდა. ყოველთვის საჭმელი მირჩენე ხოლმე დასავლეთ, მაგრამ ეხა მინდა რომ ეს ცხელი ტკბილი მასა ნევლენა და დიდხანს სვა. ეს არის რომელიც მომინდა. და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი გამონაკლისი. რომ ეს ხრემ შეიცავსო. მეც არ ვსვამქონდა, მაგრამ ხანდახან სასიამოვნოა. ხო, ძალიან. და ასევე ძალიან ვხდება იმას. ხაჭაპურს და იგეთებს მარილიანსა. არა. ჩემთვის კი. შავი ჩაი სულ სხვანაირი ხდება შაქარს თუ არა და ხო. ეს იმენა ნამცხვარი ხდება.
ხო. აბა სიმონო. რამდენი დამატა შეკრება? ერთი. მე მიყვარს ამტკბი. ანუ აი რა გამისინჯია სხვისი. ორი კოუზით ამ ხელაჭისა. იკასი არ ვამოფექს. კოუზი ვაყრის. მიფიქრია ხოლმე რა კარგია, რა გემრიელია, მაგრამ მეორე კლუბს უკვე ვეყარსო. აქ ხარშო მაკონი ხევას მაიმე. ევას ყვის. ესეც მანგოსია, რომ ეს პიკვიკი საერთოდ კაია, მაგრამ მანგოსი რაღაც არ დამდგას. ყველას დილა მშვიდობისამ. როგორ ვართ? როგორ ბრძანდებით? რომ წამომახტუნა. მე მეძინა. ესე იგი გამოვიდა ღამე რა დილას. ესე 8-7 საათი იქნებოდა, 7-8 ეს. წყალი მინდაო. აქეთ ოთახში იყო წყალი. წამოვედი. მიუტანე დალია და აღარ დამეცინა ხალხო. ავი, კაი ხანი, 1-2 საათი ალბათ. და ის იყო გემრიელად დავიძინე. და გაიყვეცა. მეთო გემრიელია. ანუ მარტო სიტყვა კი არა აქვს. გემოა გარომატი. ანუ აქ ვიყიდები გეგომა გამოცილი ალბათ. დიდხანს რომ მოწყვეტი, მე კარგავს გემოს თუ არ ვიცი. ძალიან გემრიელია. და მეძის თხილა. მომენატრა. არ მიყვარს. კანი. და კანის გარშემო რო აქ ბუსზე მაგებს საერთოდ არ ვას ლიკას უაცდეს. მე მიყვარს მაგის გემო. ხასაღამოს ყელი მდგია და გადავიჭირე. ზოგ არაფერთ არ გავიდა ეს რაღაცევა, მე არ ვიცი. ახლა დავლებდი ლის წამალს. და მე კოფე მინდა სნიკერსი. საერთოდ არ მინდა სნიკერსი რამდენი ხანია. აი ვაფშე და ახლა რაღაცა მინდა. სად არის ევა? არ ჩავიდა. აუ, წუხა ღამე მინდოდა და ევა რო დაწვა მეც მიუწექი და მე დამავიწყდა. ახლა რა მინდოდა? მინდოდა რომ გამოვიყო. Sala. Come da quello. Per sbagliare la minaccia. Guarda. Non se ne sa, non minchia. Ai, che bello.
გადავისხეთ. ყავა. ევას ვიგენი, ვაიმე. ევა შარტურ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 urურურურურურურurურur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 
დედა ვიკითხარი ხოლმე შირი როდის აიღებ ნაძვის ხეს ავიღებ ნაძვის ხეს ახლა ავიღებ იანვრის ბოლოს აი ზუსტად ღპირდებით ბავშვებს უნდათ აი როგორ ჩახაბე ამ დროს უნდა აიღო იმ დროს უნდა აიღო ესა წერიო ამ დროს უნდა აიღო და იმ დროს უნდა აიღო სერდრა შუაშია და გინა მაშინა დაიქო და როცა გინა მაშინა აიღო ეს ასეა ეს Jingle bells, da 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 da. ასე. მოდი კიდე დავდგათ ეს წყალი ხოლისთვის. შეცნობოდა. არა, ბაის მეორე არ შეიძლება და ამიტომ სულ უღური ხოლმე. ეს არის ძველია ეს და ბოლოს რო გავწმინდა ზევს გადარჩა. ეს ხმები ქონდა. ესე. Oh no! ესე. დამშვიდობისა ყველა, როგორ ბრძანდები, როგორ ხართ. როგორ გიკითხოთ, აბა გადავხედოთ კომენტარებს. ვერს თავი გავიგე და ვერს ბოლო როგორ კეთდება შეკვეთა შვილები არ მოსწავლიან. თემუზე ამბობთ? I don't care. არა. მათია სალამი ძირფასო სალამი. რა ხდება? ევა. Daddy and I got a toy. კარგი. სალამი ძირფასო მიყარხა წარმატებები ულევი ნათია. მადლობა ნათია ძირფასო შენც ასევე წარმატებები ულევი. შორენა ამიტომაც გაფასებ ასე ძალიან ჩემო ტკბილო და თბილო გოგო. ძალიან მინდა მადლობა. მართალი ხარ უეჭველი მასია. მე ვარ მადლიერი შენი ამ ბედნიერი წუთებისთვის ასეც ჩვენთვის შრომობ. ეს ყოველივე შეუფასებელია. გაიხარეთ ჩემო კარგო ადამიანო. კოცნი ბერს ვაიმე ძალიან დიდი მადლობა ძირფასო. ჩემთვის და თქვენთვის. მოსაყვარისი ხარ მაბედნიერებს შენი ხმის მოსმენა და შენი და კაი რა იყო კაცო? ბა რა კარგია რომ არსებობ. ბუენო შოკოლადის დღესითხვე მომწონს გიждები. ძალიან მიყვარს. ასეთი შეუდარებელ ხასიათზე რომ ხარ. ხო, ვაიმე რა კარგია. ცხოვრება დამიბრუნა, რასაც ქვია იმან. აი გავცოცხლდი ხალხო. რა ვიცი რა. აი პროსტა იცით ეს არ არის ჩვეულებრივი რაღაცა, ანუ ვისაც ADHD აქვს, მის ტვინში არ გამომუშავდება ის ჩვეულებრივი და ელემენტარული რაღაცები, რაც ჩვეულებრივი ადამიანის ტვინში გამომუშავდება. ანუ
შენ როგორც არ უნდა ეცადო ამას ნების ყოფით ვერ გააკეთებ შენ როგორც არ უნდა ეცადო ამას ვერ შეცვი რომ მაგალითად ცუდად არ იყო თავი დეპრესიულად არ იგრძნო იმიტომ რომ შენს ტვინში უბრალოდ არ გამომუშავდება ის სიხარულის ჰორმონი, ის ბედნიერების ჰორმონი, ის ენერგიის ჰორმონი უბრალოდ არ არის და ის ასევე ის ემოციური კვება, რომელიც მაქედან მოდის, რომ გადარჩე, რომ ყოველთვის ვამბობდი, რომ აი ჩემ თავის მადლიერება, იმიტომ რომ ეგ ჩემთვის იყო მეთქი, რომ გადავრჩე მაგისთვის. ზუსტად მაგისი იყო, ეგ რომ გადარჩე, რომ ცოტათი მაინც კარგად იყო, რაღაცა მაინც გამოიყენო წყალებში ანტიდეპრესანტად, ხო? და როცა ეს გაიგე და როცა ამას სახელი დაერქვა, როცა ამას მოეძებნა პრეპარატი და ანუ ისე კარგად რო ხარო, აი ეხლა როგორც ვარ, ესე მქონდა გამონათებები და კიდე ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი გუშინ დავფიქრდი ამაზე. იცით ბოლოს როდის ვიყავი ესე კარგად და როდის ვიღებდი ვიდეოებს ასეთი შემართებით? მოსკოვის გამზირზე რომ ვცხოვრობდი სანამ წონაში კლებას დავიწყებდი. ანუ 70 კილო რო ვიყავდი, რატო იცით? მაშინ ხო ბევრს ჭამდი. და ეს ბევრი საჭმელი უცებ მაძლევდა იმ დოფამინს, მაძლევდა იმ ანუ აი იმ ემოციებს შეგრძნებს, ანუ რაც არ მუშავდება, აქ ვჭამდი იმას. და ეს რომ მოვიშორე, ანუ კი დავიკელი წონაში ჩემი ჯანმრთელობით ეს ძალიან კარგია, მაგრამ მაგის გარეშე დავში, ხვდებით? ჩემი ტვინი დარჩა თავის ამარა, ასე ვთქვათ და ამიტომ ძალიან ცუდად ვიყავი, ძალიან დეპრესიულად ვიყავი, როცა ახლა შესაბამისი პრეპარატი დაეხმარა, ხო? მაგისი მოთხოვნილება საერთოდ ქრება თავისით, ანუ არც ის არ გიწევს, რომ შენი თავი ძალიან წამოაგდო საწოლი, ანუ უბრალოდ გინდა რომ დაჯდე, გააკეთო შენი საყვარელი საქმე, გააკეთო რაღაცეები, აი წუხელ გეგმავდი, რომ ფიტნეს, სამაჯური ფიტნეს ტრეკერი თუ რაც ქვია, ეგ ვიყინო, იმიტომ რომ ესე იგი ძალიან მომწონს, გიждები, ულამაზესია, უსაყვარლესია, უსიმპათიურესია, ეს Apple-ის ისა საათიდან ძალიან მიყვარს, რადგან სოფია მაჩუკა, მაგრამ ყოველ საღამოს უნდა დატენვა. თუ მაგალითად საღამოს დაძინებამდე დაგავიწყდა მაგის შეერთება, მორჩა დამთავრდა. ანუ შანსი აღარ გაქვს, ასე ვთქვათ. მეორე დღეს ვერ გაიკეთებ და და მნიშვნელოვანია, როცა დილიდან ზომავს ხო შენ ამბიჯებს და წუხელღამე ვფიქრობდი, მეთქი უნდა ვიყიდო ახალი ფიტნეს ტრეკერი. შევედი, აი რომ გამეღვიძა, რომ გამოვიდა, ზუმერის გვერდზე შევედი, მოვძებნე. ის რა ქვია, 129 ლარი ერთ, ახლა რომელიც იყიდება Xiaomi-ს ზუმერშია. ნახე, რომელ ფილიალშია. მოკი წავალ ვიყიდე, დავგეგმე, მინდა ვიმოძრაო, მინდა რომ ეკეთოს, მინდა რომ შევხედო, ავარჩიე ფერი. ეს ყველაფერი არ უბრალოდ არ მინდოდა. არ შემეძლო. მოძრაობის ტრეკერს დადე ვიყიდი, როცა უბრალოდ მოძრაობის ენერგია არ მქონდა. ანუ როცა შვილები ყავს, სულ ვერ გაჩერდები ხო ეგრე? საჭმელმა გააკეთო. დამიძეს რომ საჭმელს რო აკეთებდიო, არ გიმჩნეოდა, არ მიმჩნეოდა. ანუ საჭმელს რო აკეთებ, ეგ უნდა გააკეთო. მაგის გარშე ხა ბავშვები პურზე ხო არ იქნებიან რა, ან სულ მაგალითად ერთჯერად სუპზე ან რაღაცაზე ხო არ იქნებ, ხო უნდა გააკეთო. ჩემი თავს მივაცრევდიო, საჭმელი გამიკეთებინა ყოველ დღე. ვიდეო გადამე ხო? იმიტომ რომ მშველის, იმიტომ რომ მიყვარს, იმიტომ რომ ჩემი საქმეა ეს. იმიტომ რომ ჩემი ოჯახისთვის ეს საჭიროა და ჩემთვის არის პირველ რიგში ეს საჭირო. მე კარგად ვიყო. მაგრამ ანუ ეგ ვაშინებდა ზუსტად რომ პირველად ამითქო პერიოდი, როცა რაც მიყვარს იმის კეთება არ მინდოდა. ძალიან ვაშინებდა ეგ. იმიტომ არის ხოლმე რომ ვისაც ემოციური ყოფა, მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა დაიყოს, მაინც იმატებენ ხოლმე, იმიტომ რომ ანუ მაგას ხო სულ ამბობდი, პრობლემა საჭმელში არ არის. პრობლემა არის რატო ჭამ. თუ ის მიზეზი არ გამქრალა,
ისევ იგივე ადგილს მიხვალსაც იყავი. მე რამდენჯერ მივედი ხო? სხვა მიზეზით რა თქმა უნდა იქორსულობა და ის იყო, მაგრამ მაინც. ახაც უნდა მეთქვა კიდე. წაღან უნდა მეთქვა და დამომიწყდა. აი გამახსენდა შეიძლება. ხო, არ გეტყობოდაო, აი გამახსენდა. ესე იგი TikTok-ზე შემხვდა ვიდეო იმ დღეს, რომ ადამიანს დეპრესია წარმოუდგენად ასე და დეპრესია წარმოუდგენად როგორ იცი, რომ აი ძალიან სულად რო ხარ, ტირი ხარ, წევ ხარ, ვერ დგები, ან მარტო ეგრე. და დეპრესია შეიძლება გამოიყურებოდეს ასე და არის ნაჩვენები ჰით ლეჯერი, რომელიც იცინის და ადის მოძრაობს, არის ნაჩვენები ის კაცი თავი რომ მოიკლა, რობ უილიამსი თუ რა ქვია. სულ ყველას რო აცინებდა, ძალიან კაი კაციო იყო. მკვდარი პოეტების საზოგადოებაში მასწავლებლის როლს რო თამაშობს. ეგ ემი ვაინჰაუსი. ანუ ადამიანი ჩვეულებრივ მიდის იცინის ალთან შენ, მაგალითად მე ესე იგი სოფია რომ მიკეთებდა ხოლმე ქავერის ფოტოებს. რო ვუყურებდი, ვფიქრობდი, მე ხო ესე არ ვარ, მე ხო ესე არ გამოვიყო. ანუ შეიძლება ისე საზიზღრად ვხსნობდი თავს, რომ ფოტოს რო გადავიღებდი, ან სარკეში რო ჩავიხედებდი, მიგვირდა. იმიტომ რომ რეალურად გარეგან არ ჩანს ის, რასაც შინით გრძნობ. ამიტომ ეგ ჩვეულებრივ რაღაცაა, რომ მაგალითად გარეგან ადამიანმა ვერ დაინახოს, თუ რაღაც ძალიან კატასტროფა არა უკვე. ანციცი რა კარგია ველოდები, ნიმოუთმელად მიყვარს ეგეთი ვლოგები, ნაყიდობების დათვალიერება. იმაჭაკოთ, მეც ისე ველოდები. Termin ora sertilaj და არ ვიცი მთლიანი ჩამომივა თუ გაყოფენ და ნაწილ ჩამოვა. იმიტომ რომ ბევრჯერ იყო ნაწილ ჩამოვიდა და გამოვიწერე ბონისთვის ესა სახლი. ანუ საწოლი სახლი. კატის აიტოქში იდეა იმანა იდე მომეწონა ბონის გამოვიწერე. გამოვიწერე ბონისთვის წაცნელი სახლის, იმიტომ ჩვენ მაინც გრილა. ყველას გამოვიწერე რაღაცები ჩემთვის, რაღაც ანდრიას თორე მარფიან მინდაო. ისეთი რა გამომიწერე. კბილის ძაფი. ხოთის ჭამის მერე. პრობლემა ამადაგრიტეკიჭებიო. ესე იგი ჩვეულებრივი თხელი ძაფები როა. ზუასავი თეთრი თან. ეგენი არ იმაშვება. ხორცს ვერ ერევა და თან გრძივებს მიჭრის და სისხლს მადენს. ოდის კონდა ადრე გამოწერი რაღაცა ჩვეულებრივი შავი, აი ჩვეულებრივი ძაფს გავს კაპტონისას, ეგეთი. აუცით რა კაი იყო. აღარ იყო კაი, ხა ვიპოვე. ეგეც გამოვიწერე. მე ძალიან მაინტერესებს რა ჩამოვა. ირმა როგორ მიყვარ ხარ, მე ძალიან მიყვარ ხარ, ძირფასო დიდი მადლობა. ირმა არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარში იდგას, ყოველთვის შენს გვერდით არის, ყოველთვის გეუბნება თუ რასაც გეუბნება პოზიტიურს. ანუ არასოდეს აი ეს რაღაცა ზიზღით, სიძულვილით, ნეგატივით, აი არ მახსოვს მე ამ ადამიანის კომენტარი. ეს არის ბედნიერება. ესეთი ადამიანის არსებობა, ესეთი ადამიანის ოჯახში ყოლა, მშობლად ყოფნა, მეუღლეთ, აი მაყურებლად, მეგობრად, ეს არის ბედნიერება. ლელო, ნინი მართლა ამდენი ხანია გიყურებ და რამე ვისწავლე შენგან. დამეხმარა შენი ვლოგები. მადლობა ამის, როგორ მიხარია ძირფას, რა ბედნიერი ვარ. ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ. ანატო, ევა, შენ გაიზარდე ჯამთელი და ბედნიერი ჭკვიანი გოგო მიყვარ ხარ, დახატულა ფერია. დიდი მადლობა ჩემო საყვარელო, მე ძალიან მიყვარ ხარ და გაფასებ. ლელო, ნინი ბედნიერი საღამო საყვარელო, მადლობა ძირფასო. გუშინ ზოგი ვნახე და რომელიც ვნახე ის დავაგული და იმებს ვეღარ ხედავ ახლა. მანანა წარმატები, აი მანანა შენ მითხარი მე მგონი ის არ გეტყობოდაო საჭმელს რო აკეთებდიო. მაგრამ აი იმაზე ვერ ვეტყობოდა, ვიდეოებს ვერ ვიღებდი. ვერ ვიღებდი, რაღაცნაირი ჩამკვდარი ვიყავი, იმაგაზე მეტყობდა. მე ხო აი ეს ვარ ხოლმე. მზია რა საყვარელი ხარ ევა გაიზარდე დიდი გოგო. მადლობა ძვირფასო, დიდი მადლობა. მანა ევა საყვარელო პატარა ყველაფერზე მადლობა სიხის. ხო და კიდე ბოდიშს. ოღონდ. ნახეთ ახლა რა აქვს. ძაღლს
ესე ყურზე უკიდია ხელი ესე დედა გავუშვი ძაღლს ხელით. დედა ბოდიში ესე უჭი. არ მინდა დედა ბოდიში გავუშვი ძაღლს. დედა ბოდიში ის აგზელებს იმას. ანუ ძალიან საყვარელია. ეს მოკუნაც არის. ლეთო ეს ლამაზი ფერია ჩვენ თვალწინ იზრდება. ევა ბედნიერი გაიზარდე პატარა შენ საყვარელ ოჯახთან ერთად. ნინი გულები თეა მადლობა თეა ძვირფასო დიდი მადლობა. ძალიან მიყვარს ადამიანები რომლებსაც სხვისი შვილები სადმე აქვთ დადებითი განცდები რომელსაც ცხოველები უყვართ ანუ ადამიანები უყვარს აი მიყვარს ესეთი ადამიანები ძალიან და ძალიან ვაფასებ და აი ყველაზე ძალიან არ მიყვარს ადამიანები რომლებიც obviously არ უყვარს აი ეზიზღება ცხოველები იცი როგორ აი უნდა რომ მოაშოროთ გააქროთ აი შეიძლება არ გიყვარს და სახში არ მიყვარს საწყოში არ ჩაიყვინო მე მესმის ეგ მაგრამ ანუ რა გინდა არ არსებობდეს აი გამოიქია ეს ზიზღი რო აქვს არიანებითები და ბავშვებსაც ეგრეა რამდენს დაუწერია ბოროტის სულები ბავშვს ხალხო ბავშვს იმი არ ვიცი რა ადამიანი და იყოს ეგ მე არ ვიცი ლელა რა უცნაური სათამაშოანი რამე ნორმალური მაინც ჩაედოთ იმ სიგზე ტრუბასავით ყუთში ბონიკი ერთობა კარგ აბა რამხელა ისა ის იყო და არაფერი არ იყო შეგნით ფაქტიურად ტკბილი არ იყო და ის მანქანას ცალკე რო იყიდო ეგ მანქანა რა ვიცი ალბათ მაღაზია ფიღეს მასე აკეთებენ ფულს არა ეგეთი ბიზნესებიც ის არის მე რო ვეძახისო ღერზე მოსული სოკო ლალი ლამაზი ნინის ლამაზი ოჯახი სიხარული და ბედნიერება მადლობა ძვირფასო საყვარელი ხარ პატარა ევა მანანა კარგ დღეს გისურვებ ნინო ჩემი ნინო გამოჩნდა როგორ ხარ ძვირფასო ani იმდენად გულწრფელი და ნამდვილი ხარ ყოველგვარი შელამაზების და შეფუთვის გარეშე და თითი მინდა და თითი მინდა არ არსებობს შენმა რეალურმა მაყურებელმა ეს ვერ დაინახოს შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა მაგრამ არ არსებობს ადამიანმა შენი ალალმართალი ხასიათი ვერ დაინახოს აი რა მომწოდა შენი იცი როცა შემოსება ქონდა ჰეითერების მათ კი არ გაურბოდი მათ კომენტარებს კი არ ფილტრავდი ყველასა თანადო პასუხს ვცემდი და მივჩენდი თავის ადგილს ამით გვაჩვენებდი რომ ყველაფერი იდეალურად კი არ იყო და ყველასთვის კი არ იყავი მისაღები მაგრამ ყველას არგუმენტირებულ პასუხს ვცემდი მაყურებელთან არ თამაშობდი იყავი ის ვინც ხარ და ყავდა ის მაყურებელი თავის ჰეითერია რაც ვინც რეალურად ყავდა ამ ყველაფერმა ის შედეგი გამოიღო რომ თავისთავად იყო ჰეითერების შემოსევამ თავის დამაკნინებელი კომენტარებით ისინი წავიდნენ და შენ ისევ ისე აგრძელებ შენ საქმეს და ისევ იქ ხარ სადაც უნდა იყო როგორ ძალიან მიყვარ ხარ ძვირფასო როგორ გავართ მე და შენ ძალიან ბევრ რამეში და როგორ ძალიან მიყვარ ხარ აუცილებლად რო გადაიდო ჩვენი შეხვედრა ერთ დღეს აუცილებლად გეწევი ხო ეხლა რაც შეეხება კომენტარს ესე იგი ხო მე ესეთი ვარ რაც ვარ ზუსტად ეგ იყო ჩემი ბლოგის მაშინ გაკეთების მიზანი იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვიყავი მე როცა ბლოგის გადაღება დავიწყე მაშინ ვიყავი უმძიმესი 10 წლიანი დეპრესიიდან აი ფეხზე ამდგარი ბევრჯერ მithქვა მსგავსად და ძალიან ცუდად ვიყავი მაშინ არავინ არ იყო ჩემს გარდა და ყველა ადამიანი ვისაც არ ესმოდა ეს კონტენტი რა იყო ყველა ადამიანი ვისაც შეუძლია ადამიანს დასცინოს იმ სახლის გამო რომელშიც ცხოვრობს იმ ტანსაცმლის გამო რომელიც აცვია იმ სხეულის გამო რომელშიც არის ეს შეიძლება იყოს ჭარბი ზონა ნებისმიერ რაღაც ხო მეძახოდნენ რომ ხალხი რას არ მიწერდნენ აი უბრალოდ რას არ მიწერდნენ შეურაც მყოფელს ბინძურს მაგრამ იცი რა იყო აი ეგ ხო მე არასდროს არ მქონდა რომ მაგალითად დამყენებინა ფილტრი ან დამეხურა კომენტარები თუ დამეხურია მარტო სადაც ბავშვები არიან იმ ვიდეოებზე სულ რამდენიმე ვიდეოა ის რომ ეს ძალიან ბინძურე რომ მოდიოდა ისიც ჩემ გამო არა აი შეიძლება ვინმე სხვაძეც ყოფილა აღარ მახსოვს ახლა ყოფილა აღარ მახსოვს ვიზე მაგრამ დიდზეც ყოფილა რომ დამეხურია კომენტარები ჩემთან ერთად იყო ვიღაცა ვიდეოში და ანუ რაღაცა დამეხურია კომენტარები მახსოვს როცა სხვები არიან ჩემთან ერთად ვიდეოში ძალიან ისე ფილტრავ ხოლმე კომენტარებს ან თუ რამე იწერება მაგას იმიტომ რომ მე შემიძლია მე გაცნობიერებული მაქვს ეს საკითხი მე ბლოგერი ვარ და ანუ
ვერასოდეს ვერ მიეჩვევი იმას, რატო უნდა ადამიანს უმიზეზოდ გული გატკინოს, მაგრამ იცი რომ უმიზეზოდ გულს გტკენს და ვინც მაგალითად ბლოგერი არ არის და უბრალოდ შენ უყვარხარ და შენ ცხოვრებაში შემოვიდა, იმ ადამიანს არ ესმის ხო რატო შეიძლება ვიღაცა თავს დაესხას. და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან ვუფრთხილდები ხოლმე სხვა ადამიანებს, რომლებიც მაგალითად ჩემთან შემოდიან ჩემს ვიდეოებში. რაც შეეხება კომენტარებს, რატო არასოდეს არ მეშინოდა, იმიტომ რომ ანუ ვერაფერი ვერ დაიწერება ჩემზე ისეთი, რაც მე შემაშინებს, იმიტომ რომ მე ხო ვიცი მე ვინ ვარ. მე ხო ვიცი მე ვინ. მე არ მეშინია. ანუ მე მაგათი არ მეშინია, მე არავისი არ მეშინია. მე მეშინია მარტო ჩემი თავის მე ღმერთის არ მეშინია, იცით რატო? იმიტომ რომ ღმერთი არ არის დამსჯელე, ღმერთი რო ზოგს გონია სადამსჯელო ექსპედიცია, ღმერთი არის სიყვარული. და მე იცით რის მეშინია? მე რო გავფუჭდე, მე რო სინდისის ძარღვი გამიწყდეს, მე რო არა ადამიანად ვიქცე, მე რო სხვებზე ჭორიკნობა დავიწყო ზურგს უკან, მე რო ბინძური გავხდე, ანუ მე რო შემეხოს ცხოვრების ბინძური მხარე და ამან რომ მე გამაბინძუროს. აი მე ამისი მეშინია. მე ვინ ვიქნები ამის მეშინია, ხვდები? მე მარტო ამის მეშინია. თორე მე ღმერთი არ დამსჯის, იმიტომ რომ ღმერთი სიყვარულია. და თუ დამსჯის, ესე იგი საჭირო იქნება. ანუ ის არის უდიდეს სიყვარული, ჩემი უდიდესი მშობელი, რომელსაც მე ვერ შემეშინდება. ისე მიყვარს, რომ ვერ შემეშინდება. ჩემს გულში შიშს და სიყვარულს ერთად ადგილი არ აქვს. შიში სადაც არის ჩემთვის, იქ სიძულვილია. მე თუ ვინმესი მეშინია, მე ის მძულს. რატო უნდა მეშინოდეს? უნდა მეშინოდეს, იმიტომ რომ ის მოძალადეა. თუ ის მოძალადეა, მე მოძალადე მძულს. მე ყველა მოძალადე მძულს. და თუ ის სიყვარულია, მე იმის არ შემეშინდება. მაგრამ მე მეშინია ჩემი გაფუჭების. მე ყოველთვის, როცა ცხოვრებაში შემხვდება ცუდი სიტუაციები, უბედურებები, несправедливость. ანუ უსამართლობა, როცა შემხვდება ჩემს მიმართ ძალიან დიდი ან სხვის მიმართ. მე იმას ვცდილობ, რომ აი ამან მე არ გამხადოს უფრო მეტი უსამართლობა, უფრო დიდი ბოროტება, ხვდები? აი მარტო ამის მეშინია მე და ამაზე სულ მუშაობ საკუთარ თავთან. всё, მეტი არაფერი. და ამიტომ რა ვიცი რა უნდა დაწეროს, რაც კიდე დაწეროს. მე არ მეშინია. და სანამ სხვა ბლოგერები არ იყვნენ, ეს ყველა ჰეითერი იყო ჩემთან და ყველა ცდილობდა, რომ ისე გამოეყვანათ, რომ მე ვიყავი ცუდი, ხვდებით? ანუ იმიტომ მეუბნებოდნენ ამ ცუდს, ვითომ რომ მე ვიყავი, ანუ ჩემთვისვე მაყურებელზე აღარ მაქვს საუბარი. ჩემთვისვე ცდილობდნენ ეს ადამიანები დაიმტკიცებიან, რომ მე ისეთი ცუდი ვარ. ეგ არის აბიუზერის და მოძალადის ხელწერა, რო იცოდე ცხოვრებაში. თუ ადამიანი გეუბნება, რომ შენ იმიტომ გლანძღავს, იმიტომ ამბობს შენზე ცუდს და იმიტომ გიქცევა ცუდად, რომ შენ ხარ ცუდი, იცოდე, რომ ტოქსიურ ადამიანთან აქვს საქმე. იმიტომ რომ შენ შეიძლება ხარ ცუდი, შეიძლება არ მომწონხარ მე, მაგრამ მე შენ არ გაგლანძღავ. მე გეტყვი, რომ არ მომწონს ეს შენი საქციე და გაგეცლები, მორჩა. ანუ და თუ ადამიანი არ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ შენ არ მოსწონხარ და გლანძღავ, ეს უკვე ნორმა აღარ არის. და ცდილობდნენ, რომ ჩემსაც დაეჯერებინა, რომ მე ცუდი ვარ. იმიტომ ლანძღავენ, რომ მე ვარ ცუდი. და მე ხო ვიცოდი მე ვინ ვარ. მე ხო ზუსტად ვიცოდი მე ვინ ვარ. და მე რო გაჩნდნენ სხვა ბლოგერებიც, ესეც გადანაწილდნენ, ხვდებით? ანუ ყველასთან ამთხევენ აი ამას. იმიტომ ეს თვითონ აქვს შიგნით. ანუ კოკასაში განაცა დგას იგივე წარმოდინდების. ანუ ეს მასშია ეს. ის ხედავს სამყაროს ასე. სამყაროს ხედავს სათვალით, რომელიც არის სულ კაკაშკებში. აი ასე ხედავს. და იმას გონია, რომ რადგან ეს შენ კაკაშკით ხედავს, შენ ხარ კაკაშკა, ესე გონია. და ხო, მე არ მე ძალიან ბევრ ადამიანს ვძულ ვარ, იმიტომ რომ სიმართლეს ვამბობ. იცი რამდენი მტერი გავიჩინე? მე არ ვიცოდი. მე ეს ნელა გავიგე სხვადასხვა ადგილას გაბნეულ ჩემზე დაწერი კომენტარებში. იმ ადამიანებისგან ვინც აქ ჩემთან კომენტარებში მე მეკლესებოდნენ, სხვაგან ისეთები ვნახე, მათი დაწერილი ჩემზე. ანუ ეს იყო ვაუ ჩემთვის, რომ ადამიანს შეიძლება ანუ
ხო იცი ადამიანი შენ თავიდან უყურებ რამე თუ ვინმე არ მომწონს აიძულს არ შევაქებ მაგას და ანუ შენთან რომ მოდის გაქებს და სხვაგან რომ მიდის და რაღაცას წერს ხო რაღაცა აი წარმოუდგენელ კატასტროფას ხო ანუ ჩემთვის ეს იყო წარმოუდგენელი რანაირად ანუ მე მეგონა თუ მე კარს მეგონა ესე იგი всё მაგრამ ხო ვიცი გონებით ვარსეულმენ ეს თერამიანები რომ შენთან მოვა იმაზე ილაპარაკებს იმასთან წავა შენზე ილაპარაკებს მაგრამ მე ჩემთვის მიუხედავად მაგას ანუ წარმოუდგენელია ეგეთი რაღაცა რომ ვიცი ანუ გონებაში ვიცი მაგრამ ჩემთვის ეგეთი რაღაც წარმოუდგენელია ხო და ჰეითერები მიდიან და მოდიან როგორ აქვს ხომ იცი რომ იმას ანუ რაღაცა ციკლი აქვს ტალღასავით რა ესე მოვლენ წავენ მაგრამ ჯამში მაინც რატომ მიდიან იცი ანუ იმიტომ რომ ჩემზე ვეღარ მოქმედებენ ეხა არის ძალიან ბევრი ადამიანი ვისაც შეუძლიათ რომ იმოქმედონ და თვითონ კარგად გახდნენ ანუ მათი გახდომის ფონზე და ანუ ჩემთან ვერ აკეთებენ ვერც მე დამიმტკიცეს ვერც სხვას დაუმტკიცეს რომ მე ცუდი ვარ ვერაფერი ვერ გააკეთეს ხო და აი როდემდე უნდა იძახო ერთ და იგივე ხო აი რა ვიცი ხა იძახე როდემდე უნდა იძახოს ავდგები და საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას იმიტომ რომ ნული ეგ ხალხი არის ჩემთვის 0 0 აი ნული ჟაკარიროა ხო აი ნული არაობები არიან ძალიან საცუდავი ხალხია სხვათა შორის იგი ხო და ეს მიმოიფარდნენ მოვლენ წავლენ მაგრამ რაც უნდა ის დაწერონ მე არ მეშინია საერთოდ ანუ იმიტომ რომ ჩემს და მათ შორის ღმერთი დგას მე ხო ვიცი ყველა სიმართლე ჩემზე მე ვიცი და ღმერთი და ამიტომ არ მეშინია და ვისაც რაღაცის ეშინია იმას აქ რისიც ეშინოდეს დამიჯერეთ ეგეც ანუ ეგ არის შიში რა არის სისუსტეა შიში სისუსტეა მე ესე ვთვლი ხო ძალიან მიყვარხარ ეს რატო კაი მე თვითონაც ყოფილა რომ ლოგიკა დავიღე რაღაც თქვი რაღაც გავაკეთე ვიღაცას დაველაპარაკე და მე უყურებ მე თვითონ არ მომწონს როგორ გავაკეთე როგორ მოვიქცე როგორ დაველაპანო ამას ვხედავ თუ ხედავ მე ამას ვცვლი ანუ ძალიან შეიძლება ეს მე მაგალითად ბლოგერი ვარ ვერასდროს ვერ დამენახავ ვერასდროს ვერ შემეცვალა ძალიან მადლიერია ვარ ამის სარკეც და უკეთესი სარკეა ჩემთვის და ძალიან დიდი ძალა არის ალბათ გაზიარება მე ზუსტად ვიცი რომ ძალიან ბევრი კარგი ადამიანი მიყურებს ვინც იცის მე ვინ ვარ ხო აი იმას ვამბობ ტრები შევიძინეთ ხო ყოველთვის ამბობდი იმას რომ სათქმელი იყო ყველას თავის ადგილს უჩენდი იმიტომ რომ უნდა მიეჩინოს ყველას თავისი ადგილი მე ის ადამიანი ვიყავი ვისაც ცხოვრებაში სკოლაში და გარემოში სადაც ვიყავი ძალიან უჭირდა ადამიანისთვის თავის ადგილის მიჩენა იმიტომ რომ მე მაგ ძალიან დიდი ემპათიის განცდა და ყოველთვის ვფიქრობ რომ ადამიანს არ ვაწყენინო ანუ აი თუ არ გადამიკეტავენ ხოლმე თუ ძალიან მკავეთრად არ გადავლენ ხოლმე ზღვარს ადამიანები მე ჩუმად ვარ ხოლმე ანუ ცხოვრებაში ასე ვიყავი ანუ თუ ავფეთქდებოდი ესე იგი უკვე გადაისხა თავზე ადამიანმა ყველაფერი ხვდები და შენ რო პატარა რაღაცაზე არაფერს არ ეუბნები ის იმას კი ვერ ხდება რომ შენ უფრთხილდები იმას გონია რომ შენ დაგჩაგრა იმას გონია რომ შენ არარაობა იმას გონია რომ შენ იმის წარაკია რა გაგრო თავის ადგილს დააყენა ხვდები აი ცხოვრებაში სანამ ბლოგებს გადავიღებდი იგივე შენი ტოლები ახლობ ნათესავი ვითომ თუ ასე თუ ისე ხო აი ძალიან ბევრი ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის შეიძლება კლასელი იყოს თანამშრომელი ნებისმიერი ვიღაცა ანუ ის შენი საზომით ვერ ზომავს ანუ შენ რო ამას აკეთებ რომ მას ითვალისწინებ ის ფიქრობს რომ ეს დებილია და მოდი ბოლომდე ვუზავ თავზე რა და მე შენ რო აფეთქდები თავის ადგილს რომ მიუჩენ ამ ყველაფერს რომ წინ დაულაგებ რომ აი ეს ვაიმე შენ რა ცუდი ყოფილი ხარ თურმე და იცი როგორ შეგიძულებს
რომ ანუ თუ ითმენი მთელი ცხოვრება უნდა მოგეთმინა, გესმის? და თუ მე უთხარი და პასუხი და რაც იყო, შენ ყოფილიყარ ცუდი, იმას კი არა რომ თვითონ აქნა, რამდენჯერ. როგორ გაეცი პასუხი, როგორ? ანუ მე სხვათა დღემდე მაქვს იცით რა ძალიან მოფრთხილები ადამიანებს ვინც მიყვარს, ვინც ჩემიანები არიან და შეიძლება იმ ადამიანს ვინც ძალიან მიყვარს ვერ ვუთხრა რაღაცა რაც ჩემპიონატის აზრის გადალახვა. ვერ ვუთხრა იმის იმედით რომ თვითონ მიხვდება. ვერ ვუთხრა იმის შიშით რომ ისე არ ვუთხრა რომ ვაწყინო, იმიტომ ცოტა ისეთი ვარ. ხისტი მე, ანუ არიან ადამიანები რომ ისე ტკბილად იციან თქმა, არაფერი არ გეწყინება. მაგრამ მე არ ვიცი ეგრე თქმა. ხო და ყოფილა რომ არ მიჩქვამს ზოგჯერ. როცა გადავლახიათ საზღვარი, რომელიც მე არ მომეწონა, იმიტომ რომ უბრალოდ იმ ადამიანს გაფრთხილები ვარ და ჩვენ ურთიერთობას. ეგეთი ყოფილა ძალიან ახლო ურთიერთობაში, ეხლაც არის, მაგრამ სხვებთან, ხო? ვინც ჩემს რაღაცებს კინოს შეეხო და ფეხი დაადგა, ეგრევე ადგილზე ვაყენებ. იმიტომ რომ ხო არ დააყენებ, მე მეორე ფეხითაც შედგება და ბოლოს ტუნაობას დაიწყებს ზედ. ანუ იგივე რო სვავდნენ ერთსა და იმავე კითხვებს ადამიანები, რომელზეც არ პასუხობდნენ. ანუ მე ვთვლიდი რომ თუ ერთხელ ორჯერ მე მაგალითად ადამიანს ორჯერ რაღაცა ვკითხო და მან არ მიპასუხოს, მე უკვე გავიგებ რომ ამ ადამიანს არ უნდა ამ თემაზე საუბარი. და როცა 5ჯერ იკითხე და მე-10-აც კითხულობ იგივეს. ხო ხარ გეცი რომ იბლოკები, ხარ? იმიტომ რომ ადამიანმა გაიგო რომ მე ამაზე საუბარი არ მსურს და სპეციალურად კითხულობს ამას, ხვდები? იმიტომ რომ შენ ტკივილი მოგაყენოს. მე ტკივილი მომაყენოს. მე რა თმინდა ეგეთი ადამიანი? всё. და ბევრი მტერიც გავიჩინე, იმიტომ რომ ყველაფერს სიმართლეს ვამბობ. ყველა სიმართლეს ვეუბნები პირში. იგივე გამომწერებს მაგალითად, ხო? და არა მხოლოდ ყველა. თუმცა მე ჩემს ცოცხალს არასდროს არ ვმალავ. არაფერს. არ დამიმალია და არ მომიჩვენებია თავი იმათ, ვინც არ ჩემი ურთიერთობა, არ ჩემი ოჯახი, არაფერი. არ მომიჩვენებია, როგორც შენს აღნიშნა, რომ ვაიმე რამე არის იდეალური. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაგალითი ვიცი. იდეალურს ვინც აჩვენებდა, ყველაზე მარტივი იმით დამთავრდა დაშორებულან და რაღაცა ტრეშ ამბები ყოფილა მაგის უკან და ყველა ცუდი კიდე რუსეთში იმით დამთავრდა, კაცმა საერთოდ მოკლა კარი დაჭრა და მაშინ ჩადო. ჩემოდანში და გზაზე დატოვა. და ინტერნეტში, ინსტაგრამზე ჩანდა რომ ვაიმე რა იდეალური ქმარი ყავს. ეგეთი რაღაცები დანაშაულია საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების წინაშეც. ამიტომ მე ძალიან ვაფასებ მაგალითად პამელა ანდერსონს, რომელიც თავისი რეალური სახით გამოდის და გვეჩვენება იმ მსახიობებს, მომღერლებს, ადამიანებს, ვინც საზოგადოებრივ ადგილებში დადიან, მაშინ როცა მოიმატეს, ან არ მოიმატეს, მაგრამ აქვს ცელულიტი. მე უღებენ ფოტოებს და დასცინიან და რაღაც საშინელი კომენტარები იწერება. ადრიანა ლიმას ორსლობის მე წონა რო ქონდა. რაღაც ვაიმე რა კომენტარები იყო პროსტა. გამოვიდა მაშინ მოდების ჩვენებაზე. ღამერთო რა კომენტარი. ბონი რა საჭო. ой მე მაკანაშო. ისეთი კომენტარები იყო, რომ სული გაგეყინ რატო? მარტო წონაში მოიმატა. არა და ნახე რა მაგარია, როცა ადრიანა ლიმა ვარ მე და შენ გეუბნები, მე შენაირი ქალი ვარ. მეც ვიმატებ ორსულობაში. მეც მაქვს ცელულიტი, მეც მაქვს პრობლემები. ანუ ეს არის мотиваცია, ეს არის საოცრება. აბა თუ გაჩვენებ რომ მე იდეალური ვარ, ჩემი ურთიერთობები იდეალური, ნაკერებზე სკდები და მაინც იდეალურს გაჩვენებ ტყუილს, ხო? მე ხო შინი ღრმად უბედური ვარ და შენს გაუბედურებ, იმიტომ რომ შენ არ გაქვს ეს იდეალური ცხოვრება და ფიქრობ. აი ნახე იმას როგორი იდეალური ცხოვრება აქვს და მე რაღაცა ვერ ვარ ისეთი, ხო? ესე იგი.
ესეთი იდეალური სხეული, იდეალური სახე, იდეალური ქმარი, ყველაფერი აქვს. მე რატო არ მაქვს? ესე იგი მე ვერ ვარ ისე და ადამიანს უჩნდება კომპლექსები. ყველა უნდა იცოს, რომ ყველა ჩვეულებრივი ადამიანია. და მე ეს ძალიან მომწონს და ძალიან მივესალმები. ნინი გიყვები, იმიტომ რომ თავის შემაყვარე შენი გულწრფელობით, შენი სამართლიანობით, შენგან იმდენი რამე ვისწავლე, მიყვარხარ, ძალიან მიყვარს ეს, რომ ჩემ ადამიანებს, ვინც აი ჩემები ხართ, აი გულწრფელად, ჩემი რითი, აი სულით, მონათესავე სულები, ხო? აი ჩემს აი ამ სამართლიანობას, სიმართლეს და სამართლიანობას ასე აფასებ, თორე მე ვიცი ადამიანები, რომლებიც არიან აფერისტები, ბინძურები, ჭორიკნები და დგანან სიბინძურეზე და იცოხიან, რომ სამართლიანები არიან და სიმართლე უყვართ და კარგები არიან. და თავისნაირივე ადამიანები ყავთ გარშემო, რომელიც ასევე მკვერს უკრავენ ეგეთები ხართ. მაგრამ სინამდვილეში იმათ თვითონაც და იმ ხალხმაც იციან ვინ არის. მაგრამ არასო სიტყვია. და ის შენაირები, ნინი და შენაირები, ნინო და ჩემნაირები, ჩვენ ხედავთ ვინ არის და ვამბობთ სიმართლეს. და ვისაც უყვარვართ, ვერჯერ მიგავს, ზუსტად ამიტომ უყვარვართ. და ვინც ვერ გვიტანს, იცით, ამიტომ ვერ გვიტანს. მაკავაბაზებს შენს ნიჭიერებას და გულწრფელობას, ნინი, მადლობა ძვირფასო. ნანა, როგორ მიყვარხარ? დარგვაშვილი, ძალიან საღი აზროვნების გოგო ხარ. უღორმესი მადლობა ძვირფასო. თან დიდ მოტივაციას აძლევ ახალგაზრდებს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიყვარხარ, ძალიან გაფასებ. და ძალიან მიხარია შენი ყოველი გამოჩენა. აი ნანა არის ადამიანი, რომელიც ანუ არ არის ეს ზედმეტი უწუბუწუები არ იცის, მაგრამ აი რაც არის, რასაც გრძნობს გულწრფელად ბოლომდე პირდაპირ ნამდვილი, კეთილი, დიდებული საოცარი. ძალიან მიყვარხარ. ციცი, ყველასგან გამორჩეული შენი გულწრფელობით, პირდაპირობით და რაც ხარ იმას რომ გვაჩვენებ, ამიტომ ხარ ჩემთვის და ბევრისთვის საუკეთესო ბლოგერი. მიყვარხარ, მადლობა ძვირფასო. თამარ, სამეგრელოში რატო აღარ ჩადიხარ? კარგი იქნება იქაური ვლოგები. ის იყო კომენტარი კიდე ხშირად დასმული, რომელზეც მე მგონი მე ვილაპარაკე ადრე. მქონდა პერიოდი, რომ საერთოდ არ მინდოდა სამეგრელოში წასვლა. ბლანკის ამბის მერე, როცა მე იქ ვიყავი, ეს ამბავი რომ მოხდა, მაგის მერე მე არ მყოფილვარ იქ, არც მქონდა სურვილი. თუმცა ვიცოდი, რომ აუცილებლად ჩავიდოდი, იმიტომ რომ იქ არის იკას სახლი, იკას დედა, ეს არის ძვირფასი მისთვის, რა თქმა უნდა, ევასთვის და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც. და დრო და ადამიანების სწორი მიდგომა, ჩემთვის რომ ვინმეს რამე მოეთხოვა, ჩემთვის რომ ვინმეს რამე დაეძალებინა, მე არასოდეს შანსი არ არსებობდა, რომ პოზიცია შემეცვალა, მაგრამ როცა ადამიანები გაძლევენ იმის უფლებას, იგრძნო ის, რასაც გრძნობ და შენ შეგიძლია გააკეთო ის, რაც შენ გსურს, აი ეს მე ისევ მანდომებს იმას, რომ მაგალითად იქ წავიდე, მინდა რომ ევა ეზიაროს თავის მამულეთს, ასე ვთქვათ, ანუ სამეგრელოს სულს, იქაურ მეზობლობას, იქაურ საჭმელებს, ანუ არ მინდა რომ ამას ჩამოშორებული იყოს და მინდა რომ აი ეს კონდეს იქაური სული, იმიტომ რომ ნახე როგორი რაღაც არის, იმიტომ რომ მას იქაური სული აქვს, ანუ შეიძლება შენ იქაური სული გქონდეს და არ გაგიშვან, ან შეიძლება არ გაგიშვან არც იყოს ხა დედა ხო იცით როგორია, დედას რო რაღაც არ უნდა, შვილსაც არ უნდა. ანუ არ გაშვებაც არ არის, უბრალოდ ხო ხვდებით რას ვიძახი რა. და შენი რაღაც სულის ნაწილი გეკარგება, ხვდებით? ანუ კი არ გეკარგება. ანუ ის შენშია, ყოველთვის შენშია, მაგრამ ვერ ვითარდება და შენის გაწამებს სულ და ისიც არ იცი მე უკვე დასუნა რა გაწამებს. ხო და მე არ მინდა რომ შემშე გქონდეს. ამიტომ აუცილებლად წავალ სამეგრელოში, აუცილებლად იქნება სამეგრელოდან ვლოგები. მე ამ პერიოდში ძალიან ბევრი ჩემი მიდგომა და ხედვა გადავხედე და დავაკორექტირე.
და ჩვენ აუცილებლად წავალთ სამეგრელოში. არ ვიცი, ოდის ალბათ გაზაფხულზე ან ზაფხულში ნახავთ. ზუსტად დროს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ამდენჯერაც თქვი, ეგრე არ გამოდის ხოლმე, ამიტომ ნახოთ. ციცი, სულ სხვა გემოაქვს არა სოფლის კვერცხს, ხილს, ყველაფერს ბარაქა, მადლობა ირას და შენს ნიგებიად მირთვის მადლობა ძვირფასაკი. სულ სხვა გემოაქვს, აი მე სოფლის ქათამზე ვგიჟდები. ანუ ჩემთვის მაგალითად ნაყიდი ქათამი ვერასოდეს ახლოს ვერ მოვა სოფლის ქათამთან, მაგრამ სოფლის კვერცხი მე არ მიყვარს. მაღაზიის კვერცხი მიყვარს, არ ვიცი რატომ. ბავშვებსაც არ ვარ. მაგრამ არის ძალიან სასარგებლო და კარგი, ხა სად ფერმის ის კვერცხი და სად სახლის, ხო? სასარგებლო, ამიტომ რომ ჩამოდის, სულ ბავშვი რაც გვაქვს ხოლმე, ყოველთვის ბავშვებს ვაჭმევ მაგას. და ნაყიდი სოფლის კვერცხი არ მიყვარს, იმიტომ რომ ხშირად ძველი შემხედრიაში გაყროლებული. მე კიდევ მე რა ვიცი, სოფლის ქათამა კიდადო, მაგრამ რა საჭმევენ მე რა ვიცი. ხო არ ვიცი და მათთვის რო ყავს სახში, ხო ვიცი, როგორც აყავს და რას საჭმევს თავისთვის და თავისი შვილისთვის და თავისი შვილიშვილისთვის, ხო ვიცი არა და შესაბამისად ხა ეგ შეუტარებელი, ხილზე და იმაზე ხო, იქ რომ მოწყვეტავ, თან აი ეს მანდარი და ციტრუსი, ხო აი სამეგრელოს სუნი აქვს და გემო და რა ვიცი სწავლია. ანა ნინი გთხოვ მიპასუხე პრეპარატის მიღები და რამდენ ხანში გქონდა შედეგი და თავიდან რომ დაიწყე არ გქონდა ფორიაქის და უიმედობის გარდა. თითქოს გამძაფრდა სიმპტომები. არა ძვირფასო, არაფერი სიმპტომები გამძაფრდა კი არა, როგორც კი პრეპარატი დავერიე. ესე იგი, თუ ფორიაქის განცდა აქვს და თითქოს სიმპტომები გამძაფრდა, ესე იგი შენი პრეპარატი. ბონი გამოდი იქიდან. ესე იგი პრეპარატი შენი პრეპარატი არ არის. ანუ ეგრევე როგორც კი დავლიე, ვიგრძენი, ის რო სიცოცხლე მომინდა, წამოვხდი ფეხზე, გადავიღე ვლოგი, გავაკეთე საქმე, ანუ როცა ვიყავი ხოლმე ძალიან კარგად, ანუ დავლევდი და ვიყავი კარგად და იმასე ვიყავი. როცა დავლიე პირველად, მაგ დღიდან ვარ, ანუ რომ ვსვავ ვარ კარგად. ერთადერთი დოზა იყო დასარეგულირებელი, ეხლა რეალურად იმის ნახევარ დოზას ვსვავ, რასაც თავიდან ვსვავდი, ეგ მითხრეს, რომ დოზა იქნებოდა დასარეგულირებელი ჩემს მიხედვით და ის დოზა ჩემთვის იყო დიდი და მქონდა ის, რომ აი იცი როგორი ენერგიის მოზღვაება გქონდა, რომ გინდა რომ ადგილ გაიქცე, ოღონდ სად უნდა გაიქცე. ანუ ძალიან ის ენერგიულობა, ანუ ძალიან ემოციების მოზღვავება, ზედმეტად რა. და ამ დოზაზე კარგად ვარ, აი კარგად როცა ვარ ხოლმე, კაი დღეები, როცა მქონდა ხოლმე ან საათები, კარგად რო ვიყავი, ეგრე ვარ. არანაირი უიმედობის განცდა ან გამძაფრება არ მქონია და ხო, პირველი დღიდანვე მაქვს შედეგი. და ძალიან გეხვეწებით. იმებს რომ მიგზავნით, პირად შეტყობინებს. მე რო ვთქვი, რომ პრეპარატის სახელს არ ვიტყვი, ეგ ნიშნავს, რომ მე პრეპარატის სახელს არ ვიტყვი. ეს პრეპარატები ინიშნება ექიმი, ფსიქიატრის მიერ. ანუ შეიძლება გქონდეს სერიოზული უკუჩვენებები ადამიანს. ანუ მე თუ დამინიშნა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ფიქრობს, რომ მე არ დამაზიანებს და მიუხედავად ამისა, რაღაც რომ მე ხომ მაკვირდება არა როგორ ვარ. და მე რო გითხრა შენის პრეპარატი, ის რამე უკუჩვენება რომ შენზე გამოიწვიოს. მე საწავი, ან მე რო შენ გითხრა და შენზე რო არ გამოიწვიოს და შენ რო სხვას უთხრა, იმაზე რო მე ჩემი ბრალი ხო იქნება. როგორ მწერთ პირადში რომ ფოტო გამოგვიგზავნო. მე არავის არ გაუზიარებ არანაირ ინფორმაციას, იმიტომ რომ ასეთი ინფორმაციისთვის არიან სპეციალისტები, რომელსაც აუცილებლად უნდა მივაკითხოთ. იმიტომ რომ შეიძლება დანაშაული იყოს. ანუ ერთისთვის არ წამალია, მეორე შეიძლება იყოს საწამლავი. ამიტომ მე ვერ გავაზიარებ. აი, უბრალოდ ვერ მივცემ ჩემ თავს ამის უფლებას, გამიგეთ სწორად. ვიცი რომ გამგები გაიგებს. შო, აბა, მიყვარხართ, გაკოცეთ, დილის ამბები წავიკითხე ყველა კომენტარი და ეხლა მინდა წავიდე, ვიყიდო ისა მიწის თხილი, შეიძლება ქათამი ვიყიდო შესაძლოა და
კიდე რაღაც მინდოდა და არ მახსოვს. მოგეცი უნდა წავიდე, მოვიარო იფაურობა და მოვიდე. უბრალოდ ერთად წავალთ. მე და შენ ერთად წავალთ.